მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გამომწერებო. ნახოთ დღის ენერგია. აი ამ ლამაზ დასტაში. ჩაიფიქრეთ აბა. ესე იგი დღის ენერგია როგორია? თქვენ მიზანში უკვე ყავთ ამოღებული ადამიანი, სიტუაცია, მდგომარეობა და დამიზნებული გააქვთ ის არის, ანუ რას ნიშნავს ამ შემთხვევაში. თქვენ ეხლა აქ ხართ როგორც მონადირე, რომელიც იბრძვით თქვენი ბედნიერებისთვის. ამ შემთხვევაში აქ ჩანს მოქმედება, უნდა იმოქმედო, უნდა დაუმიზნო, უნდა ესე იგი იყო აქტიური, რომ მიაღწიო მიზანს. ეს პირველი, აი ესეთი ენერგიაა რა მოკლედ. მიზანში ყავთ ეს ადამიანი და ვინ არის ეს ადამიანი? ეს ადამიანი არის აი ესეთი სანდო რო იტყვიან, მებრძოლი, აქ არის მეფე ხმლების, რაც ნიშნავს სტიქია ჰაერის. შეიძლება იყოს ჰაერის სტიქია, შეიძლება უბრალოდ იყოს აი ესეთი ცივი გონების, საკმაოდ გონება მახვილი ადამიანი, რომელიც უფრო გონებით ფიქრობს, მსჯელობს და აკეთებს თავის საქმეს, ვიდრე გრძნობით. ანუ უფრო ხისტი, უფრო ცივი და უფრო ასე ვთქვათ, დაკვირვებული ყველაფერზე და რას მოგვიტანს დღევანდელი დღე? დღევანდელი დღე მოგვიტანს იდილიას, თუ ჩვენ ეს გვენდომება. ნახეთ, ჩვენ უნდა შევქმნათ განწყობა ოჯახში, განწყობა ჩვენს ახლობლებთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან, იმიტომ რომ აქ არის 10-იანი თასები, რაც ნიშნავს ოჯახში ზეიმს, სიხარულს, გრძნობების გაცვლა, გამოცვლას, ბედნიერებას, წარმატებას, სიხარულს, ყოველივე კარგს, ასე რომ შეიქმნით განწყობა. პირველი, ეხა რეზიუმე გავაკეთოთ, ხო? თქვენი მიზანი, მიდიხართ წინ მიზნისკენ, ამბობთ მე ეს მინდა, ასე მსურს მტკიცეთ, გადაწყვეტილი გაქვთ და აკეთებთ. მეორე, ჩნდება თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, ცივი გონების, საკმაოდ სოლიდური, შეიძლება იყოს მხედართმთავარი, ან რამე სამხედრო, ან თუნდაც ესეთ რაღაც ჩინმედლების მფლობელი, ხო? რაღაცა. მიყავს რაღაცა გუნდი, რაღაცა ხალხის მასა, ადამიანი, რომელიც გონება მახვილი, ავტორიტეტია, შეიძლება ითქვას და უფრო მებრძოლია და უფრო ცივია და არ ნებდება, რაც თავარია და ძლიერია და ამოდის ასევე ძალიან კარგი კარტი შეხვედრის, თქვენი გრძნობების გაცვლა, გამოცვლის, ზეიმის, სიხარულის, ქეიფის, დღესასწაულის და ყოველივე კარგის. ასე რომ აი ესეთი ლამაზი ენერგიებით მისურვებია თქვენთვის ბედნიერება.